a greenback. Got the fine, just a kind of losing my mind. Outside in the night, outside in the day. Looking back on the track, gonna do it my way. Outside in the night, outside in the day. გამარჯობა, მე დავით მეგიაშვილი ვარ და მე MasterChef-ის 12-ში მოვხდი. აი ჩემი სახელი. ისევ დავბრუნდი MasterChef-ში, ამჯერად ჩემი სახელით წინ საფარზე. MasterChef-ის ახალი სეზონის 12 რჩეულ მონაწილეს მოგესალმებით დიდ სამზარეულოა. ჩემი ნანაკრი წინსაფარი მივიღე ჩემი სახელით. ძალიან მიხარია, ძალიან ემოციებით სავსე ვარ. დღეს გიორგობა მოგეხსენება და ჩვენს სტუდიაში განსაკუთრებული განწყობა იგრძნობა. მადლობა ივენტ კომპანია Party Labs, რომელმაც ასეთი საშემოდგომო განწყობა შემოგვიტანა სტუდიაში. ამიერიდან იწყება რთული და დაძაბული ბრძოლა, რომელიც ერთ-ერთ თქვენგანს გამარჯვებამდე და MasterChef-ის ტიტულამდე მიიყვანს. მანამდე კი დიდ სამზარეულოში პირველი ბრძოლის ჯერი დადგა. ველოდები შეფებისგან პირველ დავალებას, კაცრად გამოიყურებიან, მაგრამ იმედია, რომ ძალიან რთულ დავალებასაც არ მოგცემენ. დღეს თქვენ გელით მეღვინეობა თელიანი ველის დავალება. თელიანი ველი საერთაშორისო კონკურსებზე აღიარებული ქართული ღვინოა, რომელიც 25-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თქვენი ამოცანაა შექმნათ კერძი, რომელიც განსაკუთრებულად მოუხდება შემოდგომას და რა თქმა უნდა თელიანი ველის პრემიუმ სერიის ღვინოებს. ვაინერი 97 და გლეხური. აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია, რომ გლეხური სერიის ღვინოები ტრადიციული მეთოდით ქვევრშია დაყენებული. ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს ღვინო. იდეალურია. კარგი კერძი და კარგი ღვინო, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ეს არის თქვენი პირველი გამოცდა, სადაც უნდა აჩვენოთ არა მხოლოდ კულინარიული ნიჭი, არამედ კერძის და ღვინის სრულყოფილად შერწყმის ხელოვნება, რისთვისაც გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ 1 საათი. იფიქრე ნინუცა, იფიქრე. ფიქრობ, რა გავაკეთო, მეთქი სტეიქს გავაკეთებ ალუბლის და ღვინის соуში, ქათამს გავაკეთებ ნაღების და ღვინის соуში. დავით, ჩაკაფული გაანათა გონება, თითქოს ნატურა ინფო. ო, რა თქმა უნდა, ჩაკაფული. და მონაწილე, რომელიც ამ დავალებას ვერ გაართმევს თავს, ის იქნება პირველი, რომელიც სამუდამოდ დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. ჩემთვის ძალიან რთული ტური არის და იმედია როგორმე თავს გავართმე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ შოუში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მზად ხართ პირველი ბრძოლის? გია, შევ! მაშინ თქვენი 1 საათი ჩაირთო. დღეს გვაქვს ღვინის დავალება, სადაც უნდა გამოვიყენოთ თელიანი ველის ღვინო, ამიტომ მე გამოვიყენებ დღეს ხიხს. პრეზიდენტიდან უნდა ავიღო ნაღები, რომ გავამზადო გემრიელი გოგრის მუსი. ავიყოლებ სანტეს იოგურტს, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ახლა დამჭირდება ნინჯას ბლენდერი. ამიტომ მეც აუცილებლად დამჭირდება ნინჯას ბლენდერი ჩემი პიურესთვის. ეხლა ავიღებ თელიანი ველის ქინძმარაოს, რომ უნდა გავამზადო დინით გლასი ღვინის. რაც თავარია ბორჯომი რა, ენერგიის წყარო, ჩვენი თავარი ენერგიის წყარო, ამასთან აკვირდა ვიწუდალევარ. ფინოს მაგიდის საწმენს გავიყოლებ და სანდომის სნექებს. აი ეს მომწონს. დავით. ჯორჯიტასგან მჭირდება კუსკუსი, შავი პილპილი და რა თქმა უნდა სელპაკის ხელსახვეცი ბლომა დამჭირდება, რომ ჩემი მაგიდა იყოს უკან. ბასოდან მინდა აუცილებლად ზეითუნი. ჩემი კერძისთვის გამოვიყენებ კვალიკოს ქათამს, რომელსაც ძალიან გემრიელად მოვამზადებ. ლა ფამილიადან ავიღებ მარილს, რომელიც გჭირდება შენ თეთრი, შრალი თუ ტკბილი. მაშინ ხიხს გირჩევ მე, როგორც გამოცდილი ადამიანი. მოდი, მაშინ ხიხს ვთქვი. და მე ავიღებ მე მჭირდება საფერავი.
Cheers. Cheers. ჩვენ ვაკეთებთ ჩაკაფულს რა. ჩაკაფული საშემოდგომო კერძი არ არის, საგაზაფხულოა, მაგრამ მე იქნებ შემოდგომას მინდა ჩაკაფული. მაგარ რისკზე ვარ წასული, ან ყველაფერი ან არაფერი. ბატკნით მინდოდა მომზადება, მაგრამ საშემოდგომო პეცის მიცემა მინდა და ამიტომ ხბოს გამოვიყენებ. აბა ამას ეხა წასვლა თუ არ უნდა სახში ჩემთან ეს უნდა მოეტანა ეხა. ზუსტად მაგიტომ მოვიტანე შეეფ, წასვლა არ მინდა. როგორ არ გინდა, აბა ჯერ ხბო რო გაქვს უკვე წასასვლელი. შემოდგომა. ან შემოდგომაზე ჩაკაფულს რა უნდა ბიჭო? რატო? იქნებ მე შემოდგომას მინდა რომ მივირთვა. უკვე არასწორად დაიწყე, ჯერ სეზონი არ არის, მერე ხბო მოიტანე. დიახ, აბა ბატკანი რომ მომეტანა, გაზაფხული არ არის. ხბო მოვიტანე რომ შემოდგომისთვის მივთე პეცი რა. ჩაკაფული ხბოსი არ არის, ეგ არის ხბო ტარხუნით. ჯერ გაზაფხულს რა არის შეფლევონის რომ ჩაკაფულს ასინჯებ და ეხლა შემოდგომას მოვინდომე. ვერა ვარ კარგად. რა ძალა მედგა. დავადგი ჩემი ბატატი მოსახარშად, ვაკეთებ ღვინის соус, ვიყენებ თელიანი ველის გლეხურს. შეფებს დღეს შევთავაზებ ჩემს საყვარელ თევზს, ორაგულს, რომელსაც ღვინის აბაზანაში მოვიყვან. ამ დავალებაში მნიშვნელოვანი არის, რომ ღვინოს უხდებოდეს კერძი და თევზი იდეალურად შეესაბამება ღვინოს. ამიტომ მგონია, რომ ზორ კერძს ვამზადებ და შეფების ყურადღებას დავიმსახურებ. მე ვაკეთებ სიბასის ფილეს, გოგრის მუსთან და ღვინის соусთან ერთად. მე დღეს ვამზადებ ორაგულს, სეზონური ბოსტნეული, თეთრი მშრალი ღვინით, არის ძალიან გემრიელი, ამავე დროს ჯამრთელი, დაბალკალორიული. მეორე ტურში შეფებს შევპირდი, რომ მოვამზადებ ძალიან ელეგანტურ და განსხვავებულ ორაგულს. ეხლა გამოვიყენებ ცოტა პრეზიდენტის კარაქს. ჯორჯიტას ცოტა შავ პილპილს დავაყრი. ალბათანო ეკატერინა, ღვინოზე ხომ არ დამეწევით? აუ, დიდი თუ შეიძლება. სიამოვნები. ჩვენს გაკეთებულ საქმეს გავუშვით. Cheers. ოღონდ ეხლა სწრაფად. ჩაქონდრილი უნდა მოვამზადო თაშმიჯაბთან ერთად. იყო ნათქვამი რომ საშემოდგომოა და აი შემოდგომა ზამთარი უხდება ძალიან თაშმიჯაბსაც და ჩაქონდრილსაც. ღვინოს გამოვიყენებ თელიანი ველის მშრალ ღვინოს. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი არის რეალურად ჩაქონდრილი კეთდება 2 საათი ნახევარი, 2 საათი, იმიტომ ხორცი კარგად უნდა მოიხარშოს და უნდა შევეცადო რომ 1 საათში ჩავატიო ეს ყველაფერი. მარტო ჩაქონდრილი კი არა, ჩაქონდრილი და თაშმიჯაბი. და თან უნდა გავაფორმო ეს ყველაფერი. მასტერშეფს გამომერწეს. ვამზადებ სიბას კინძმარის соусში და გარნირად მექნება კუსკუსი. ვიყენებ თელიანი ველის თეთრ მშრალ ღვინოს. მე ვაკეთებ იხვს, კენკრის და ღვინის соусით, ასევე მიახურის და ვაშლის პიურეს. ჩემ მაქსიმუმს ვდებ ამაში და არც განვიხილავ აუთსაიდერობას. ეხლა ვაკეთებ ყომშის და გოგრის პიურეს. დავიწყებ იხვის მომზადებასაც. ძალიან მალე, ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან და ნერვიულობ, იმიტომ რომ ყველა ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს. მე გავედი 12-ელში, ძალიან მიხარია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავრჩე ამ პროექტში. ვამზადოთ ორაგული, ბასოს ზეთით, ძალიან მიყვარს ეს ზეთი. თქვენთან რა ხდება? ცაში არა ხმელეთზე. რა ხდება და ვაკეთებ ჯიგრის ყაურმას. ეს უკუღმა დაიწყე და ამის კეთება? ბატონო. აბა ხახვი ხა ჩააყარე და წესით ამ ყაურმას იწყებენ რომ ხოლმე რომ დავჭრათ ხახვი მოშუშოთ და მე ჩავაყარო. ან ცოცხალი ხახვით მინდა რომ იმას ახლა უფრო მეტად რო იგენობოდეს ან მოშუშული არ მინდა. ხო, რაღაც კერძებს მეც უკუღმა ვაკეთებ. გონია რომ ისე უფრო გემრიელია. გონია რომ გამოვა. დღეს ვამზადებ გამომცხვარი იხვს თაშმიჯაბთან და ღვინის соусთან ერთად. ვიყენებ ფინოს პოლგას. პოლგით უნდა შევფუთო იხვი და გავაკეთო ბრაიზინგი. ვაფარებ რომ არ გამოშრეს. ამასობაში ჩვენი ჩაკაფული აწყობილია. ეხლა მთავარია ზევიდან დავალაგოთ უკვე ტყემლები რომ კარგი ჟავე გამოგვივიდეს. გადავდივართ შემდეგ ეტაპს. ღვინო მადლიან არ უნდა დაგენანოს, თორემ მე წვენი არ ექნება საკმარისი რა. ცეცხლი ავანთეთ, ჩაკაფული დავდგით. თავსახური დავაფარეთ, ვსო. ეხლა ღვინოს დავდო. გაგიმარჯოთ მეგობრებო, გაგიმარჯოთ აბა თქვენიც. მასხარა. ფილეს ვაკეთებ, რომელიც უნდა შევდო ღუმელში, ძალიან ნერვიულობ რომ დროში რომ ვერ ჩავეტიო. დავაყაროთ ცოტა კალას მარილი. ქალბატონო მარია. ლექსი უნდა წაგიკითხოთ რა, თუ შეიძლება. ახლა დავწერე. ფოთლების შრიალს, მასტერშეფის მოყვაციება, გადაიშლება ჩემი გული შენთვის იებად. მე მიყვარხარ. ძალიან. 12-ეულის პირველი ტური და პირველი ეტაპია და მე მგონი ეს ადამიანი აკეთებს ყველაზე კრეატიულ კერძს. ფაქტობრივად არაფერს.
რითი გადავა მეორე ტურში ვერ გეტყვით, მაგრამ უბრალოდ ღვინოს სვავს. მომბრძანეთ, გთხოვთ შეფ კონსტანტინე. მაგრამ ამას რო თავი დაანებო, ბევრი განსხვავებული კერძი იქნება და ეს ისტორია, სადაც დავადგენთ თუ რომელი კონკურსანტი რომელს ჯობია და ყველაზე სუსტი რომელია, რომელი უნდა გავუშვათ. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ. გავარდება, არ გავარდება, გავარდება, არ გავარდება. ეხლა არის 12 ეულის ბრძოლა და ძალიან დაძაბულია ყველაფერი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ პირველივე ბრძოლაზე გავარდე. მაგიტომ ყველაფერს ვიზავრო, ideალური გამომივიდეს ყველაფერი და იხვიც ideალურად იყოს შემწვარი. გამოვიტანე ერთი საყინულიდან და დავიწყე მისი დასერვა. ისერება ideალურად, ძალიან ლამაზია მართლა. ეხლა იხვი უნდა დავდოთ სიუტაფაზე, რომ ეს ცხიმი გამოიტანოს, რაც არის და ამ ცხიმისგან უკვე დავიწყებ ღვინის რედუქციის მომზადება და ძალიან გემრიელი იქნება. ამ კერძში ყველაზე მთავარია, რომ იხვი იყოს medium rare. ძათხართ შეფ კონსტანტინე, თვალი მოგჭრათ ჩემო არომატულმა კერძმა. სვანელს კარგი სუნი აქვს. ბეგის ჩაკაფული არის შაკაფული. მჟავე სუნი მოდის. ნახოთ აი საბოლოოდ რა გამოგივა. ეწონათ. ციცაკა დიდ ნაჩერებად გემრიელად რა, აი. გემრიელი. ღვინო გლეხური რა. აი მანდი მივხვდი რომ ჩაკაფული არ უნდა გამეკეთებინა. ხო ისე ასაძე როგორ იძახეს? ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, აი, მართალი გისანდებით, რაც კარგად გამოგდის ეს უნდა ვაკეთოთ. სად ერეკლე, სად ჩაკაფული. აი ნახეთ რა ჩაკაფული გავაკეთო მე აი მოკლედ რა. თავარია გულით არის მომზადებული შეფლევანი. არ უნებდები როგორც საჭიროა ისე ვაკეთებ ჩაკაფულს. მე ჩემი უნდა ვცაკო. ჩემი ძლიერი მხარე იცით რა არის? მე სომელიე ვარ. მე ვიცი ღვინოს რა კერძი უხდება. ხოდა ეს კერძი უეჭველი უხდება იმ ღვინოს. აი გასუმზადე. კალმახა სოკოს ღვინოსთან და ნაღებთან და ორეგანოსთან ერთად და ღორის ხორცი შემწვარი. თან აუცილებლად ჭირდება სანდომის ვაბლი კარგი განწყობისთვის და გემოვნებისთვის. ვამზადებ კურდღელს ნინჯას მაღალი წნევის სახარს ქვაბში. ვიყენებ ბალზამიკოს მარს სპრეის სახით, ძალიან კომფორტულია, რომელიც ჯორჯიტასგან ავიღე კარამელიზებისთვის. ეს არის ყურძენი, დავაკარამელიზებ ცოტა. ვინოს მაგიდის აწმენით მოვაწყრიალოთ სამუშაო სივრცე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩაკაფულს დავამსგავსო, პურის გამოცხებას ჩუა პროცესში დავიწყე, საერთოდ არ მქონია გეგმაში, მაგრამ მე ჯანდაბას გააკეთე, დავით, შენ ამას შეიძლება. ხომი პურისთვის არა. ეს გამოგივა ქვა და საფუარი დავამატებ. არა. ამის ფერმენტაციის დრო აღარ არის. არ არის. თუ გინდა მაინც გული რო არ დაგწდეს, გადაზილე, მაგრამ კარგად გადაზილე, ეს არ არის. და გადაიტანე მაგიდაზე, ამაზე გიჩვენს. და კედლებზე გინდა გამოაცხო ლავაშივე? ხო, რაღაცა გიფიქრე. სხვა გზა არ აქვს. ვითომ თონის ვარიანტში მოვაწყო თუთში მეთქი. ყველაფერი თავზე მაყრია, სრული ქაოსია ჩემს მაგიდაზე, ანუ კატასტროფა ხდება და უცებ ხედავ შეფ კონსტანტინეს. რა სამზადებ? თევზი გვაქვს, გარნირად გვაქვს ბატატი და ასევე სატაცური. ხდება? კი. რა მიმართულებით? ვიშლები ბრინჯებით და არ ვიცი რა გავაკეთოთ. ეხლა უკვე მევიღობ. შეფ, მაშინებს ესე რა მოდიხარ? იმიტომ რომ დროს კარგავ რაღაცა გაუგება რაღაცა. არა. ესენი არის სერვირებისთვის. ყველაფერი ისეთი რომ თან იჭმება. უბრალოდ მე სერვირებაზე გადაყოლას და მის დეკორზე პროდუქტი არ დაგჭეს გარეთ. ცოტა დაძაბული ვარ, ნერვიულობ. თან არ ვიცი არის თუ არა ის კერძი, რომელიც ჩემს წინსაფარს შემანარჩუნებინებს და მოეწონებათ შეფებს. რა? მაშინა. ზარიმს უნდა შეეძო სტრესში მუშაობა. ხო და მაშინ ვიმუშავა. დაძაბულ გარემოში კი შემიძლია მუშაობა და კი ვმუშაობ, მაგრამ აი საჭმლის კეთების პროცესში არა ხარ. მიდი. წავიდა. დაგეწვა. ფანტაზმეცოა. აბა რა დაემართა შავია გვერდებში. არ არის შავი. კარგად შებრაწულია.
ჩემი ქაოსი საერთოდ ასტრალში გადის და რაღაცები მეწვება. აი დამაბნიეთ ხა. ეს აქიდა რომ მოვედი. ეხლა იწყება უკვე თუშვის პროცესი, ხორცი ითუშება. ძალიან ცოტა დრო დამრჩა და მთავარია ყველაფერი იდეალურად მოვასწრო. ნეტა ამას ჩაკაფული თუ აქვს ნაჭამი. რას თქვი? ჩაკაფული გიჭამია? კი. მე როგორი გაიწვენი რა ხოლმე ჩაკაფულს. აქ სად არის ძონა? სადა? არ ვიცი შე, რა უკენა. აქ რა არის? ცომის ფერმენტაციას ვახდენ, რომ ამოვიყვანოთ. რა უნდა გავუკეთო რა? უნდა შემოვაკრა თუჯის გარშემო და იქნებ შორტსპური გამოვაცხო. თუ გამომივა, მოგათოს. თუ არა და ვფიქრობ, რომ პურის გარშე მექნება. პური არ გამოდის, ვერ ასწრებს და ამიტომ ვერ გავიტან ჩაკაფული პურის გარშე. ხმას უსმინე? ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთი სამზარეულოში, ყოველთვის გეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში, შელკაკის რულონები, სახოცი რულონები. ვიყენებ ჯორჯიტას კუსკუს, მოვამზადე, მაგრამ ძალიან ჩამეხარშა და ხელახლა უნდა მოვასწრო, თან უნდა მოვამზადო თევზიც. წესით უნდა ჩავეტიო დროში, იმედი მაქვს მაქსიმალურად. соуси მზად მაქვს, ერთადერთი რაც არის გარნირი და თევზის შეწვა დამრჩა. ძალიან დაცხა. მაგრამ ბორჯომი გვაგრილებს როგორც ყოველთვის. соусიც დამრჩა და მე მგონი ვასწრებ და გემრიელიც უნდა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის პრობიოტიკები, ამიტომ ეხლა უნდა დავლიო პარმალატის იოგურტი. ტროშის ჟელე, ჭურჭლის არეთი ჟელე, გამოვიყენებ რომ გავრეცხო ჩემი დანები. მინდა რომ გავაკეთო სიფონში გოგრის მუსი, მაგრამ არ გამოდის. ძალიან თხელია. თხელია? არ არის პრობლემა. გაიღე მეორე დაამაგრა. შენ რა გინდოს, ხელი გინდოდა? უი, ცოტა ხელი მინდო. ანუ თუ რომ დამჯდარი იყო კარგად, მასე მინდოდა. ნუ მაშინ დაამატე, მეორე ბალონი გავუკეთე. რაც არის. დრო არ მყოფნის და ამიტომ მეშინია რომ ვერ ჩავეტევი დროში და ამიტომ ვაკეთებ გოგრის კრემს. ცოტა დააკლდა, მაგრამ დრო ფიზიკურად აღარ გვაქვს. 6 წუთი დაგვრჩა და არ ვიცი რა იქნება. დრო იწურება, ეხს ვუყურებ, კანი იდეალურად კრისპი აქვს, ძალიან კარგი აქვს, ხრაშუნა, გვერდებზეც ვუყურებ, ძალიან კაია. ჩემი დემიგლასის соуსი მიდევს და ხედავ რომ იჭრება. რედუქცია მეჭრა. ანაირად გეჭრა რედუქცია. ეხა ავაორთქლავ და მე კარაქს უმატებ, ხო, პროსტა და всё. ხო. ბოლო 2 წუთში ვცდილობ რომ გამოვასწორო ჩემი შეცდომა და ვიწყებ соуსის ახლიდან კეთებას. კიო, ეხა დავამატო? ახლა გასინჯი, აბა მჟავე არის, სულზე ალკოჰოლს გწნობ? კი, მჟავეა. მჟავე უნდა იყოს, მაგრამ ანუ ალკოჰოლს გწნობ სულზე? კი, ცოტას. არ უნდა ქონდეს. წესით თევზი ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. აი, მაგრამ ცოტა ფერი ეს არის ეჭი მაგრო პოტე დაგიწონებს ფერს. ხო? სხვა გზა არ მაქვს. სხვა გზა არა გაკეთახო. ვცდილობ რომ დავფარო ეს ჩემი თევზი რამით რომ რაღაცნაირად გადავფარო. დიდად ჩემი თევზის ვიზუალით არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გემო იქნება კარგი. ძალიან სტრესულია 1 საათში მოიფიქრო, გააკეთო, შექმნა, გაალამაზო. ვიწყებ სერვირებას და ვატყობ ჩემს კერძს, რომ ისევე ერთი კონსტანტინეს ლუკმა. არა რა 10 ერთით 6 5 4 3 2 1 და ხელები აქვს. თქვენი 1 საათი უკვე ამოიწურა. იმისთვის რომ გავიგოთ, ვინ ვერ გაართვა თავი პირველ დავალებას, საჭიროა რომ დავაგემოვნოთ თითოეული თქვენგანის მიერ მომზადებული კერძი. და პირველი იქნება გიორგი ჭავჭანიძე. გთხოვთ კერძი მაგისტრ. გავდი ვარ და ძალიან ნერვიულობ, რადგან პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანი არის. გიორგი,
მოდი გითხარი რა მოამზადე ამ გიორგობას ამ შემოდგომაზე და რითი შეუხამე ეს ყველაფერი ერთმანეთს. ღვინოსთან ერთად. თელიანი ველის ღვინოთი არის მომზადებული, ჩაქონდრილი, არის თაშმიჯაბი ჩაქონდრილთან ერთად. და ცოტას ნერვიულობ, ცოტას არა, ბევრს. მაგის ხარ პატრონო. სიამოვნებით. გიორგი, გემრიელი არის ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა კიდე მე თქონდარს ვისურვებდი რა. აი, ყველაფერი მეგონა რომ დამემართებოდა, მაგრამ ჩაქონდრილში თუ ქონდარი დამაკლდებოდა. რანაირი ჩაქონდრილია ქონდარის გარეშე? არ ვიცი. დანარჩენი გემრიელია, თაშმიჯაბიც კარგი გაკეთებულია. მე კმაყოფილია. გიორგი, თაშმიჯაბი კარგია. რაც შეეხება თვითონ თავარ ნაწილს, ხო? კი, ჩაქონდრილი ვიცით, რომ ძალიან ცხიმიანი და ძალიან რაღაცნაირი კერძია. მაგრამ დღევანდელ დღეს, რომ ვამზადებთ რაღაც ძველ ტრადიციულ კერძს, ვცდილობთ, რომ ეს ცხიმი რაღაცნაირად წავშალოთ ხოლმე. როგორც კერძში, ისე ბაგეებზე, ხო? თუნდაც ის ლიმონი მოაწურო რამოდენიმე წვეთი, რომ აი ეს ყველაფერი დაკარგოს. გავითვალისწინებ აუცილებლად. ხორცი არის კარგად მომზადებული, საკმაოდ ნაზია და რაც თავარია, ანუ ალკოჰოლი არის ცალსახად აორთქლილი, არ არის ეს სპეციფიკური ღვინის გემო არ აქვს, არომატი ღვინის აქვს და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე ვთვლი, რომ კერძი არის შემდგარი. და მეთქი საღოლ გიორგი მაგარია. შემდეგი მონაწილე იქნება გიორგი წერეთელი. გიორგი, ხოთ თქვენი კერძი მაგიდას. გადი შეფებთან ოქროს წინსაფრიანი გიორგი. ძალიან ლამაზი კერძი აქვს. იმედი მაქვს, რომ რაღაცა დააკლდება. მოგვიყევი აბა რა კერძი მოამზადე და რა ღვინოს ფიქრობ, რომ უნდა მიუსწადო? მე მოვამზადე სიბასი, ასე ვთქვათ, ემულსირებული ქინძმარის соуსში. მჟავიანობამ ბისუსლიანად გამოვიყენეთ რედუქცირებული თეთრი ღვინო, მშრალი. ერთადერთი რაც გამოვიყენე, ასე ვთქვათ, ჩემს ქინძმარის соуსში იაპონური სამზარეულოდან ეს არის შირო სოიოს соуსი, რომელიც ბევრად უფრო მძაფრი და ეს ექსპერიმენტები სულ მინდა, ხო, ის ყოველ გადაცემაზე. დიდი სიამოვნებით. მაგიდო მოგეცით იმ საფერი. ყველაფერს ვიზავდი, რომ აი ეგ გამესინჯა, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურება. თევზი კარგი მომზადებულია. კუსკუსიც კარგია, ცალკეა და ერთად არის. მეტი არომატი соус, კერძი ჩემთვის შემდგარია. მადლობა შეფ. როცა იძახი ხინძმარს, აბა გასუნჯე. ой, ხინძმარის გემო არა. აკლია სიმშავე. აკლია ეს სიმჟავე, აი ეს ძმრის რაც არის, ხო? ესე ღვინოსთან კარგია, მაგრამ აი ეს ძაფრი გემოები ძალიან მჭირდება რა. არ აქვს ის გემოები, რომელიც უნდა გქონდეს ოქროს წინსაფრიან გიორგის. ძალიან მომწონს, რომ რეზევიდან დააყარეს სქელი მარი. ძალიან უხდება ეს. соуსი არის ძალიან საინტერესო. თუმცა კინძმარის, ასე ვთქვათ, ვინაობას ვერ დაიბრალებს ვერანაირად. და ღვინო თელიანი ველის გითხარი, соуსში ეს იყო ძალიან საინტერესო მიგნება. კერძსაც დააკვდა, რასაც ქვია. კერძი ღვინოს და ღვინო კერძს. მადლობა შეფ.
ესე იგი, ორივე გიორგიმ დღეს კარგად გავართვით დღევანდელ დავალებას თავი. და ვხვდები, რომ ძალიან ძლიერი და დიდი კონკურენცია იქნება დღეს. შემდეგი მონაწილეა თაია. გთხოვთ კერძი მაგიდასთან. მე დღეს მოვამზადე იხვის მკერდი, ნიახურის ვაშლის და კარტოფილის პიურესთან ერთად და ასევე კენკრის და ღვინის соуსი. ბატონო. აჰა, ნახოთ, იხვის მკერდი. ფერზე კარგად გამოიყურება, ხო, იხვი. ტექსტურაზეც და გემოზეც. ძალიან კარგი. ცხიმი არა აქვს კანქვეშ, ხო? არა, საერთოდ. კარგი, კარგად არის მომზადებული. ღვინო соуსში გამოიყენა. კი ბატონო. მშვენიერი. იმეც ვიტოვებ, რომ ვინმეს რაღაცა ექნება ცუდი, რომ ჩემი კერძი არ გამოჩნდეს თქვათ უარესი. ხორცი ძალიან ნაზი და ძალიან კარგია. კანი 9 ტუნა აქვს. არ არის ცხიმი შიგნით წარმოქმნილი და соусიც ძალიან უხდება. მადლობა. თქო დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. ოჩა. Cheers. აბა. ალავერს ვისთან ახართ, ხო? შემდეგი მონაწილე არის ნინი. ნინი გთხოვთ კერძი მაგიდასთან. მოვამზადე იხვის მკერდის სტეიკი კომშთან და გოგრის პიურესთან ერთად, ასევე აქვს ღვინის რედუქცია და აქვს ჟოლოს ჯემი, ოღონდ არის რედუქციის ქვეშ. ლეღვი რო ცოტა შეგეწვა, უკეთესი იქნება. აუცილებლად უნდა შეგეწვა. ხო, ეს არ არის კენკრა, რომ ამოიღო და დადო უბრალოდ. соуსაც შეეხება, соуსი არის ძალიან კარგია. აი ნახე როგორი სქელია. ნახე? კარაქის გამო როგორი სქელია. ხო? შეფ ლევანი იწყებს ჭრას. და ამოდის ისკის ხმა. ისევიდან. და მეც გაკურებული ვუყურებ, იმიტომ რომ ვიცი რომ კარგი იხვი გავაკეთე, მაგრამ იხვი არ ჩერდება, მაინც ხმა აქვს. იხვის მკერდი არის ოფიციალურად უმი. ძალიან აკლია მომზადე. ცოცხალია ფაქტობრივად. ცოცხალია, კი დაფრინავს, დარბის. და ნინის იხვი დაფრინავს. მოძრაობს შიგნით. ცოცხალი იხვი დასვათებს. იხვი მართლა ისეთი ცოცხალია, რომ მართლა შველას ითხოვდა. ჩემი კერძი. მეძახდა ის საწყალი. მიშველეთო. იხვი ცოცხალია, ლეღვიც ცოცხალია, გემოები. პიურეც ცოცხალია. სიცოცხლეს მივესალმები, მაგრამ რაღაცა უნდა დავკლათ. მადლობა. წახვიდე. იგი მეჭამა რამე ამას. მე იმეც ვიტოვებ, რომ ნინიზე სუტკეტს გაიტანს კიდევ ვინმე, რომ ჩემი თევზი ასეთი არ გამოჩნდეს. და შემდეგი მონაწილე იქნება დავითი. დავით კერძი მაგიდასთან. მე მოგიზარეთ ჩაკაფული საშემოდგომოდ ხბოს ხორცთ. ეხლა ძალიან მაგარი კაცი არის ბეგი, მაგრამ მხოლოდ ბეგი თუ მოიფიქრებ და ჩაკაფული გაეტანა.
შემოდგომის კერძად. ნუ 1 საათის ყვალობაზე კერძი შემდგარია. ღვინოს ალბათ თეთრს ნახჩევ, ხო? ხო, შემოდგომის კერძი არ არის ჩაკაფული, უფრო გაზაფხულის არის. სიوار. ფერზე არა უშ. გძნობ რომ მიწა იძვრის. მეტად გამისყრეს და ჩამიტანოს, მეტი არაფერი არ მინდა. ჯერ ხბო ჩაკაფულში. ჩემთვის მეუღები. მეორე ის რომ არც ტარხუნას, არც წვანი ზოგადად ისეთი არომატები არა აქვს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ტარხუნის გემო არ იგრძნობა, იმიტომ რომ მარტო სიმჟავემოა. დავით, შეხ ლევანის რო შემოდგომაზე ჩაკაფულს უკეთებ რისი იმედი? ითხარ დაგუპავს. ეს უფრო ჩაკაფული კი არა. შენ რო გიყვარს ხოლმე ბევრი ლაპარაკი, შენსავით გაკაფული. იგი ჩაკაფული, გაკაფული ყველაფერია. კოქტეილით ფენა კი დაალაგა, მაგრამ დანარჩენი არაფერი ეს. ესე მე მგონი საწრუპი არ ქონდა რომ გაესინჯა. ღვინო უხდება. უარესი ჩაკაფულიც მაგ გასიმჯა. იმეც მაძლევს ნამდვილად. ნახოთ რა იქნება. ნახოთ. მაგრამ ნუ ეს ჩაკაფულზე ვერ კაჩავს. რა კატეგორიაში გავატაროთ? არ ვიცით. შემოდგომა, გაზაფხული, არ ვიცით. ხო, მწვანილებით ღვინოში. კი? შემოდგომა, ჩაკაფული. მადლობა დავით, დაუბრუნდით თქვენ. შემდეგი იქნება მარია გქოთ კერძი მაგიდასთან. შენი ოქროს საფარი. გაქვს ულამაზესი თებში, აი მართლა ძალიან ლამაზი თებშია და ვცდილობ რომ დავინახო კერძი. არ არის კერძი. მარია მოყევი რა მოამზადა. ვუყურებ კერძს და კბილში გამეჭედება, ვფიქრობ. მოყევი თორე აქ არაფერი არ ჩანს. მე მოვამზადე მოდი ერთ სიბასი. რამეზე შევთანხმდეთ რა. მეორეთ ეს პატარა აღარ მოიტანა. ერთი თხილის გულით ხადმამ კი გაიყო, მაგრამ სამი შეფი თუ გაიყავს ამას, მე არ თან შეფ კონსტანტინეს ლუკმები. ხო, რა გითხრა ეხა? ტექნიკები კარგია, გემო კარგია, სიმჟავე მაკლია. соуси არ არის, ყურე, შრალია რა. ისა ნუ დასვრი ხოლმე თებს რა. აი რა ხდება? არ არის ეგ დეკორაცია. თევზი კარგია, ნაზია, პიურეც ნაზია, соуси დამაკლდა. ეს ცედრაც ზემოთ რო ქონოდა, ალბათ რაღაც სიხალისე შემოიტანდა. მადლობა. მადლობა დიდი. შემდეგი მონაწილე არის ნინუცა კერძი მაგიდასთან. მივდივარ, მაგრამ სად მივდივარ არ ვიცი. რატო შეშფოთდი ესე რომ გამოგეძახეთ? არ გინდოდა გამოსვლა? ცოტა ხო. და რომელი ღვინო უნდა მიუსადა? თეთრი მშრალი ალბათ. ალბათ რა. იდეალური კომბინაცია ამასთან. თვითონ კერძის გამოვიყენე თეთრი მშრალი ღვინო, ორაგული ცოტა ხანი დაგეწვა. ცხიმი ორაგულში. ხო. ჩავდე ღვინოში და ლაიმში, ასევე პიურე მაქვს ბატატის, ცოტა მოთუშული სოკო და ბროკოლი. კიდე რა დავადო? კიდე შეგიძლიათ აი соуси ბოლოში მოასხათ და გასიჭოთ. თევზი ნაზია და კარგია.
ერთადერთი ის ცხიმი რაშიც შეცვი რომ დაგეწვა, აი ეს შავი წინწკლები გაიქეთა და ეს არ უნდა ახასიათებდეს. ბროკოლი ძალიან ცოცხალია, მაგრამ სოკო ძალიან მკვდარი და ამ ცხიმში გაჯერებული, რომელმაც ის თავისი სიძვირფასი, რომელიც მას ბუნებრივად ნიადაგმა შესძინა, დაკარგა. შემდეგი იქნება ეკატერინე, თხოვთ კერძი მაგიდასთან. დივა, ქალბატონი ეკატერინე. გავდივარ ჩემ ულამაზეს ელეგანტურ კერძთან ერთად, რომელიც ძალიან მომწონს. აბა რა მოგვიმზადეთ ეკატერინე? რამდენად შეასრულებთ პირობას, ხო? ელეგანტური ორაგული, სრული იმპროვიზაცია, ვიცოდი, მინდოდა ორაგული, გოგრა რადგანაც არის შემოდგომა, სეზონური ბოსტნეული, იმედია მოგეწონებათ. პატარა კუბებად დაჭილი ბოსტნეული სოტირებული, მე ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია, გოგრის პიურე არის ტკბილი. თევზი არის კარგად მომზადებული, ელეგანტურით, შინაარსობრივად, ნამდვილად არის, კი. ასე მგონია მეჯლისი უნდა იწვიყოს კერძმა, ისეთი ელეგანტურია. აი ეს соуსის ელეგანტობაზე რა მოგახსენეთ? ამას ცოტა უჭირს. სამწუხაროდ соуსი აქ არ ჩანს არანაირად და ეს სალბის ტოტი არც ალთას, არც ბალთას. ღვინო თეთრი, ხო? თეთრი აუცილებლად, მშრალი. Oh my god. Oh my god. ნეტა რას მეტყვიან თან გული ვიბრაგუნებს. ცია როცა რაღაცა ეს წაკეთებ, ხო? ან ერთი უნდა დატოვო, ან მეორე. გოგრის ცალკე უნდა გააკეთო, პიურე და აი ეს ბოსტნეულის რაც გაქვს, აი ეს გარნირი ძალიან კარგია. აი ცოტა სიმჟავეც რო ქონდეს, ცოტა ეს პიურე აღარ ჭირდება ამას. მარტო აი ეს იქნებოდა ძალიან კარგი გადასარევი, კარგი გემოები აქვს და ძალიან მოუხდებოდა. ან მარტო გოგრის პიურე და соуსი უნდა ქონოდა ის სითხის სახით, რომელიც ან ლიმნის და კარაქის соуსი ან რაღაცა, რომელიც უფრო დააბალანსებდა აი ამ ყველაფერს რა. ლევან, თევზი ელეგანტური გამოდგა? თევზი კარგად აქვს მომზადებული, კი ბატონო. მადლობა. ეკატერინე მოამზადა თავისნაირი ელეგანტური ორაგული. Oh my god. ვინეგრეტი შემოიტანე. ღვინო დააყოლე მაშინვე და გაიქნება. რო ჩაწმინდოს ეკრევე. So. თევზი ძალიან აზია. ვინეგრეტს რაც შეეხება, მე მგონი ეს პიურე რო არ ყოფილიყო და ვინეგრეტი ყოფილიყო, ბევრად გემრიელი იქნებოდა. მადლობა. შემდეგი მონაწილე გახლავთ თამარი. თამარ კერძი მაგიდასთან. მოყევი რა მოგვიმზადე? შემწვარი ღორის ხორცი, შევ, კალმახა სოკო ღვინით და ნაღებით, შემწვარი პომიდორი მიუთთან ერთად და ეს სოკო. დიახ. ყველის ჭიქა მოვამზადე, სადაც ქინძის და ბალზამიკოს соуსი არის. ხორცს ცოტა აკლია. სიცითლეები დასდეს, რომელიც არ უნდა ქონდეს რა. соуსის სითხე მაკლია. რომელიც არ არის. ვიგინას პომიდორის соуსი მოგემზადებინა. ზუსტად აი ამ ინგრედიენტებით რაც აქვს. უფრო კარგი იქნება. მადლობა. შემდეგი გახლავთ თორნიკე ჭიავაშვილი. კერძი მაგიდას. თორნიკე მოყევი აბა რა მოამზადე? მე მოგიმზადეთ იხვის ბარკალი, გამომცხვარი, თაშმიჯაბი და ღვინის соуსი ყურძნის სეგმენტებით. იხვი ძალიან მოგივიდა.
აღიარა. აი ეს როგორ არის? ცი აი კაი ტაფაზე დაბრაწული წიწილა როა ხო ის რომ კარგად კნატურებს, აი ეგეთი. აბა თელიანი ველის დავალებას როგორ გაართვით თავი ნახოთ. соуში მაკლია ცოტა სიტყვა. თორე соуსი კარგია. აგემარს. კაიხ. მადლობ. შემდეგი მონაწილე იქნება თორნიკე ნასარიძე. თორნიკე, გთხოვთ თქვენი კერძი მაგიდასთან. რა მოგვიმზადეთ? მოგიმზადეთ კურდღელი ღვინოში, ღვინის ორთხელზე მოხარშული. პამინდურის соусით, სტაფილოს პიურეთი და კრამბლი აქვს მარილიანი. თუ ჩემი ბობი მახსენდება. კურდღელი ხავდა ბობი? ბობი. სალონში დამუყავდა ჭრიდით მებს. ესე მეუნებოდნენ, შენაირებიო წავენ ამას და მეთქე სალონში დამყავს. ბობი. ჩემი კურდღელი. მიეკებოს. ბობისი იყოს. salsa ხათვერა соуსი. როგორია იცი? არც ხალთას, არც ბალთას. აბა ვნახოთ. უნდა გაითვალისწინო, რომ გაცივდება, მაინც соуსი უნდა იყოს. აქ გაქვს ორი პიურე. თითქმის ერთი და იგივე ტექსტურა აქვს. ხო? ანუ соуსი აქ არ არის, რომ ეს გემოები კარგად აღიქვა. მერე სტაფილოს ტკბილია, ხორცის ტკბილია, ამასაც თავისებური სითბოს იმჟავე დაძდევს და მთლიანობაში ჩემთვის ცოტა მოტკბო უფროა ვიდრე მადლობა. და ბოლო მონაწილე დღეისთვის იქნება მიშო კერძი მაგიდასთან. რა მოამზადე აბა მოგვიყევი? მოგიმზადეთ ჯიგრის ყაურმა, გამოვიყენე ღორის გულღვიძლი, დაუმატე ცოტა კომში, დაუმატე კოწახური, შინდი და ცოტა შავი ქლიავის ჩირი. ყველაფერი ყაურმაში? ყველაფერი ყაურმაში და პლუს ცოტა ბულგარული წიწაკა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ცა არ გაგიწყდეს. ბულგარულს რა უნდა? ბულგარული ისეთი ძაფრი პროდუქტია, რომ თავის გემოზე გადაყავს ხოლმე მე რაღაცაა. ცოტა მეტი გამოკეთილი გემომწვანილებს. მათ შორის ნედლი კინზიც. ძალიან მოუხდება. დიდი მადლობა. მიშა შეგიძლია დაბრუნდე შენ ადგილას, დიდი მადლობა. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ ყველა თქვენგანის მიერ მომზადებული კერძი. ასე რომ სულ მალე გავიგებთ თუ ვინ იქნება ის პირველი, რომელიც დატოვებს MasterChef-ის სამზარეულოს სამუდამოდ. მანამდე კი გთხოვთ გადაინაცვლოთ მეტროპოლის ოთახში და დაელოდეთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას. თორმეტეულის პირველი დავალება იყო შემოდგომის კერძი, რომელიც საუკეთესოდ შეეხამებოდა თელიანი ველის ღვინოებს.
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად გაართვით თავი უმეტესობამ. იყო საინტერესო კერძები, იყო შეცდომებიც, იყო აცდენებიც, მაგრამ თლიანობაში კმაყოფილები ვართ ამ დავალებას. გარდა სამისა. გარდა სამის. კი ბატონო. დღეს საუკეთესოდ თავი გაართვა ამ დავალებას ორმა მონაწილემ და ესენი არიან ცოტა ესეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ორი გიორგი. ძალიან მაგარი შეგრძნება არის, ოდესაც პირველივე ტურში, პირველივე ჯერზე ხარ საუკეთესო. საუკეთესოებში ვერ მოხვდი, თუმცა იმედი მაქვს, რომ არც აუთსაიდერებში არ მოხვდები. და ახლა დროა დავასახელოთ ის სამი აუთსაიდერი, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს სამუდამოდ. და დადგა აუთსაიდერების დასახელების დრო. და ვიცი რომ უეჭველი იქ ვარ მეც. პირველი აუთსაიდერი არის ნინი. ნინი გთხოვ გამოხვიდე. და პირველ აუთსაიდერად მასახელებენ მე, არ გაგიკვირდებოდათ ჩემს იქთან ერთად. მეორე აუთსაიდერი არის დავით. და მესამე აუთსაიდერი, რომელმაც ასევე შედარებით რთულად გაართვა თავი ამ დავალებას, არის თორნიკე ნასარი. სამივეს კერძს ჰქონდა შეცდომა. ზოგს არასეზონურობა, მე რომელმაც გავაკეთე ჩაკაფული. ზოგს სიცოცხლე. ნინი რომლის კერძიც ლაპარაკობდა, ზოგს სიტყვოება. თორნიკე რომელმაც კურდღლის დესერტი მოამზადა და ბუნებრივია რომ ვიღაცის კერძი უფრო მოგვეწონა ვიღაცაზე. ამიტომ დავაბრუნებ კერძს თავის ადგილზე, რომელსაც უფრო სეზონურობის წუნი ჰქონდა და ეს არის დავითი. დავით, დაუბრუნდი შენს ადგილს. და ხალისიანად უბრუნდები ჩემს ადგილს და ვამბობ, დავითს ყოჩახ შენ შეძელი. მაგრამ ეს უნდა იყოს შენთვის გაკვეთილი, რომ სწორად მიიღო დავალება. დარჩით ორნი, თორნიკე და ნინი და თქვენგან ერთ-ერთი არის, რომელიც პირველი დატოვებს MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. როდესაც ჩვენ გაძლევთ თქვენ შანსს, სულ ყოველთვის გვაქვს დიდი მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ამ შანსს გაამართლებთ და შემდგომ ეტაპზე ბევრად უკეთესად შეასრულებთ დავალებას და გამოაჩენთ თქვენ შემოქმედებით კარგ მხარეებს. და აუცილებლად ეცადეთ იმას, რომ ის კი არ იყოს თქვენი, ასე ვთქვათ, აზომის წერტილი, რომ იქნება ვინმე ჩემზე ცუდად გააკეთოს, არა. ყოველ ჯერზე ეცადეთ, რომ ვიღაცაზე უკეთესად აკეთოთ. ასე რომ, პირველი ვინც დატოვებს MasterChef-ის სამზარეულოს, ეს არის თორნიკე. წადი. დაგემშვიდობებით ამ ადგილიდან. დაუბრუნდი შენს ადგილს. წესიერად იყავი. ნინი, ყოველთვის ესეა რა. უნდა ყველაფერი იმ წუთას ეცადო, იმიტომ რომ არ გახდეს ეს საბოლოო ეტაპი. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. შეგიძლია მოიხსნა წინსაფარი, დატოვო შენს მაგიდაზე და დაგვემშვიდობო. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ არც ერთი არ იყავი ჩემი კონკურენტი, ძალიან გამიხარდა ყველას გაცნობა. მადლობა, კარგად. ვიხსნი ჩემს წინსაფარს, ვტოვებ მაგიდაზე და გემშვიდობებით MasterChef-ის დიდი სამზარეულოდ. გემშვიდობებით ნინის. უი, ნინი იხვიარ დაგშეს. დანარჩენებს გილოცავთ, თქვენ ხართ საუკეთესო 11-ში და უკვე ერთი ნაბიჯით მივახლოვდით MasterChef-ის ტიტულს.
ჩვენ კი ერთმანეთს ისევ შევხვდებით საღამოს 10 საათზე პირველ არხზე MasterChef-ის დიდ სამზარეულოში. ზუსტად ერთ კვირაში. დაგველოდებით.